გილოცავთ გამარჯვებას რთულ ოპონენტთან. ფიქრობთ, რომ ბრძოლა ასე წარიმართებოდა? დიახ, ველოდი, მართლა ძლიერ ოპონენტს და ასეც იყო. მაყოფილი ხართ თქვენი პერფორმანსით? დაიყო რაიმე რაც მან გააკეთა, რამაც გარკვეულწილად გაგაოცათ? სიმართლე გითხრათ, არაფერი. ვიცოდი, ომრის რთული მეტოქე იყო, ასე რომ მან რთული ბრძოლა შემომთავაზა. ფიქრობ, ბოლო რაუნდში ოჯერ დააგდეთ, ძლიერი მარჯვენით. ოდნავ იმედგაცრუებული ხომ არყავთ, რომ ვერ დააფინიშეთ? თუ იცოდით, რადგან ეს ბიჭი ძლიერია, შეიძლება ეს ასე არ მოხდეს. იმედგაცრუებული არასოდეს ვარ. მან აშკარად რამდენიმე კარგი დარტყმა მოგაყენათ ფეხით. რაიმე დაზიანება ხომ არ მიიღეთ? თავსთან ერთგულად გრძნობთ, როგორ ხართ ამ ფიზიკურად რთული ბრძოლის შემდეგ? სიმართლედ გითხრათ, იმ მომენტში, როდესაც ფეხით დამარტყა, დავტრიალდი და შეიძლება ამიტომ ჩანდა, რომ ის ძლიერი იყო, მაგრამ სერიოზული არაფერი. დატრიალება სტრატეგიის ნაწილია, რომ ფეხის დარტყმას ძალად დაუკარგოთ, თუ ეს უბრალოდ მოხდა? შეაძლოა, ვნახოთ, იქნებ მუშაობს კიდეც. და ბოლო შეკითხვა ჩემგან. თქვენი ბრძოლის გარდა აქ ყავს ისლამ მახაჩევი, პედი პიმბლეტი, დენი ჰუკერი და ცალუკიანი ახლა იბრძვიან. ვის წინააღმდეგ უნდა იჭრობოს თქვენმა ძმამ? ეს რთული კითხვა, მაგრამ რა ზონაში? მოდით ასე ვთქვათ, რომელ ზონაში იცობრებით, რომ ის გენახათ? იდეალური სცენარი იქნებოდა მესამე ტიტულისთვის ბრძოლა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მან ტიტული სუბ ზონაში უნდა დაიცვას. ალექსანდრე, გილოცავ გამარჯვებას. გავახარე როგორც ჩვენ ასევე მრავალი გულშემატკივარი მსოფლიოს გარშემო. გავიზიარე შენი პირველი ემოციები ორ ბრძოლის შესახებ. მადლობელი ვარ ღმერთთან მე ზოგადად ბრძოლის მერე, რასაც ყველაზე მეტად გრძნობებს არის ავისი იმ შლაგზა გავიარეთ მთლიანმა გუნდმა, რომ გუნდმა, არა მარტო გუნდმა, ოჯახმა, ახლო ხალხმა, რომ უბრალოდ მადლობელი ვარ ყველასთან და ყველაფერთან. უკვე ორი გამარჯვება ჯობს UFC-ში, ორივე შესანიშნავი პერფორმანსი იყო. რა იქნება შემდეგი? შემდეგი ახლა ალბათ ქართულ რესტორანში წავალთ. გემრიელად შევჯამთ. ეგ იქნება შემდეგი და რაც კარიერა შეეხება, ეგ უკვე სიმართლე რო გითხრა არ ვიცი რა იქნება, მაგრამ წინ მივდივართ როგორც ყოველთვის. ორ ბრძოლაზე ჯესმოდა ქართული გულშემატკივრების შესახებები. როგორ? ქართული გულშემატკივრების შესახებები თუ ჯესმოდა ორ ბრძოლაზე? მე ყოველთვის მესმის მათი შესახებები. ყოველთვის ქართული სიტყვა ყურში ჩამესმის. ცოტა დაბნეულობა იყო. სოდი ალექსანდრეს ყვირო და ზოდი სანდროს ყვირო და რომელი გირჩევნია ამ ორ ბრძოლებში რომ იყვნენ გულშემატკივრები? ჩემთვის მაგას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ იგივენაირად ვიღებ ვიცი ეს უკვე სანდრო და ალექსანდრე ერთი და იგივეა ჩემთვის. და გარდა არენისა, სამშობლოში ძალიან ბევრი გულშემატკივარი გაახარე, თუ შეიძლება მიმართე მათ. მიყვარხართ ყველანი აბსოლუტურად. საქართველოს გაუმარჯოს. მადლობა დიდი გილოცავ. მადლობა თქვენ ბიჭებო. უღრმესი მადლობა. მოგესალმებით ალექს, გილოცავ გამარჯვებას, ეს საოცარი იყო. პირველ რიგში მინდოდა და მეკითხა, როგორ შეაფასებდით თქვენ ბრძოლას? მეტოქეს კარგი დასაწყისი ჰქონდა, როგორ აღედგინე ძალები მისგან, შეინარჩუნეთ ცივი გონება, განაგრძეთ ნადირობა და ბოლოს რამის დააფინიშეთ. იქნებათ მედიდრო, რომ გაანალიზო და უფრო მშვიდად ნახოთ, მაგრამ რა არის ახლა თქვენი პირველი შთაბეჭდილება? ჩემი პირველი შთაბეჭდილება, როგორც ბიჭებს უთხარი. მე ყოველთვის მადლობას ვუხდი ღმერთს, ყოველი გამარჯვების შემდეგ. მადლობა ღმერთს, ჯეჯერობით დიდი ხანია არ მიგრძნია დამარცხება, ამიტომ ვერ გეტყვით. როგორ ვიგრძნობდი თავს, მაგრამ ვფიქრობ, იგივენაირად ვიქნებოდი მადლიერი ღმერთის, რადგან ეს გზა საკმაოდ რთულია. ასე რომ, ღმერთის მადლობელი ვარ. ნახეთ, როგორ ბევრს ზეიმობდით თქვენს გუნდთან ერთად, ემოციებისგან ყვიროდით კიდეც. რას ნიშნავს ეს ტრიუმფი? რას ნიშნავს ისეთი პერფორმანსის ხილვა, სადაც ყველაფერი რასაც ვარჯიშობთ, შეგიძლიათ ოქტაგონში გამოავლინოთ და ხალხს შეუძლია ამის ნახვა. სიმართლე გითხრათ, სხვა სიტყვები არ მაქვს, რომ გითხრათ გარდა მადლიერებისა. ყველიც იგივე მიზეზის გამო იყო, რომ მთელმა ამ შრომამ ყოფი გამოიღო. მაგრამ მაგალითად, ჩემი მეტოქე დღეს დამარცხდა ბრძოლაში. 15 წუთი ასე ვთქვათ, მე ვიყავი უკეთესი. მე მოვიგე ბრძოლა. მაგრამ მე მას უყურებ და ვამბობ, რომ შენ დიდი კაცი ხარ, მადლიერი უნდა იყო, თავი არ უნდა დახარო. იმიტომ რომ ეს გზა ადვილი ნამდვილად არ არის. მხოლოდ იმის თქმა, რომ აქამდე უნდა მოხვიდე.
Dios y no bajar la cabeza, ¿me entiendes? Porque estoy წონა უნდა დააგდო და რაც ამას მოყვება, ჩვენ უბრალოდ გამარჯვებულები ვართ. ჩემი მოწინააღმდეგეც გამარჯვებულია. Y lo que supone todo eso, somos unos ganadores. El oponente es un ganador. ვთქვით რომ გეუბნებოდნენ ხილად უნდა ყოფილიყავით ფეხზე დგომში. არ ვიცი ვის გულისხმობდით, მაგალითად გუშინ უმარნურმა გომედოვმა ისაუბრა ამაზე და თქვა რომ თუ ბრძოლა დგომში განვითარდებოდა, ბეგზას მიიჩნევდა ფავორიტად. მას ხომ არ გულისხმობდით? No me refiero en კონკრეტულად არავის გულისხმობ, მაგრამ ეს უბრალოდ მოსაზრებებია. ბოლოს დღეს ჩვენ ღიავად სოციალური ქსელებისთვის და უმეტესობა ამბობდა რომ უპირატესობა მას ჰქონდა ფეხზე დგომში. y todo eso y la mayoría de იქნებ თქვენც ფიქრეთ ამის შესახებ. ventaja en la parte de arriba, ¿verdad? ¿Estás de acuerdo რაღაც მომენტში ვფიქრობ, quizás dentro de თქვენ ჯერ ყველაფერი არ გინახავთ. pensado en algún ვფიქრობ, მეც არ მინახავს ყველაფერი, ჩემი შესაძლებლობები. ბევრად მეტი მაქვს საჩვენებელი, რის დახმარებით რა თქმა უნდა. estoy seguro, ¿no? Pero არ ვამბობ რომ ტუზები მაქვს გადამალული. არა, იმიტომ რომ ბოლოს, ოდესაც გალიაში შევდივარ, ვცდილობ აბსოლუტურად ყველაფერი ვაჩვენო. creo que todavía tampoco habéis visto todo, yo creo que yo tampoco me he visto todo. Tengo ოდესაც ოქტაგონიდან გამოვედი, ჩემმა ძმამაც კი მითხრა, ბევრად მეტი ჰქონდა საჩვენებელი. no digo que დიახ, ეს ასია, მაგრამ მადლობა ღმერთს, დღეს აქ ვართ და გამარჯვება ჩვენს ხელშია. como mostrar absolutamente todo, pero cuando salí incluso me dijo mi hermano, tenías mucho más que enseñar y sí, es así, pero gracias a Dios hoy estamos aquí hablando con la victoria en nuestras manos. რა გეგმები გაქვთ 2026 წლისთვის? 2026 2026 წლისთვის არ ვიცი, მაგრამ ახლა მაქვს გეგმა, მივდივართ ქართულ რესტორანში ჩვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად. con nuestros და შემდეგ ახლა ყველაზე მეტად რაც მინდა ეს არის რომ სახლში დავბრუნდე más que ahora mismo es და ჩემს ოჯახს ჩავეხუტო. abrazar a mi hija, que no he podido disfrutar de ella y por supuesto a mi esposa y a toda mi familia. ალექსანდრე გამარჯობა. გამარჯობათ მოგესალმებით. ფილოს გლავს ბეტსონ სპორტისთვის. გილოცა უპირველეს ყოვლისა მეორე გამარჯვებას UFC-ში. რამდენადაც ვიცი დღეს უგოს დაბადების დღეც არის და ესეთი საინტერესო საჩუქარი გავუკეთე. ჩემი პატარა კაცია, კი ვესაუბრე სანამ წამოვიდოდი და რამე გისურვა? რა თქმა უნდა, ყოველთვის გამარჯვებას მისურვებს. შესრულებულია მისია, ჰა? აქედან მინდა რომ დაბადების დღე მიულოცო ჩემ პატარა კაცს და რა ვიცი. კეთილი ადამიანი დამდგარი იყოს, როგორიც არის დღესდღეობით ეგეთი ყოფილიყოს ყოველთვის. შვენიერი მესიჯია. ნუ მეორე ბრძოლა UFC-ში უკვე, ხო? პირველთან თუ შევადარებთ, ყველაზე დიდი სხვაობა რა იყო? აი თუნდაც შენს შეგრძნებებში. არ ვიცი რა გიპასუხო. ჩემთვის ყველა ოპონენტი ძლიერი ოპონენტი არის და ყველა ოპონენტს პატივისცემ ასე რომ რა ვიცი ეს უბრალოდ კიდევ ერთი ბრძოლა იყო. განსხვავებული ზოგადად ისეთი ეხლა მგონი უფრო სისხლიანი ბრძოლა იყო ეგ ალბათ. გაცილებით მგონი, ხო? იცი რა მაინტერესებს კიდე, ანუ დღეს სხვა სიმღერაზე გამოხვედი. ემოციურად სხვა რაღაცან სხვანაირი ემოციების შეგრძნება გინდოდა თუ რით იყო განპირობებული ამ სიმღერის შეცვლა? ამ სიმღერას უსმენთ უკვე ბავშვობიდან. მინიმუმ მე და ჩემი ძმა ოჯახში მგონი ყველასთვის ცნობილი სიმღერა არის, ხო? და მგონი ყველანი დათქვით მაგალითად, ხო? შეიძლება ამის მერე სხვა იყოს, ნახოთ. ცხოვრება სიურპრიზებით სავსე. ჩემმა ძმამაც კი არ იცოდა რომ აქ სიმღერით გამოდიოდი, მარტო აგერ გურამ აიცოდა. აჰა. სასიამოვნო სიურპრიზი იყო? კი, სხვათა შორის კი, ვიცი რომ მასაც მოსწონს ეს სიმღერა. დაგიფასო. ზოგადად ამბობდნენ ამ ბრძოლის წინ, რომ შენს მეტოქეს ამ წონითი კატეგორიისთვის, ნუ განსაკუთრებული ძალა აქვს, ხო, ნოკაუტის. რამდენად აი ახლა ბრძოლის შემდეგ, რამდენად ეთანხმები მაგას? აბსოლუტურად ვეთანხმები მაგას, სხვათა შორის. უბრალოდ ჩემს თავზე არ დავიწყებ საუბარს ესე და ისე, მაგრამ ფეხზე იმიტომ ვიდექი ალბათ, იმიტომ რომ დარტყმები არ გავატარეთ, რომ გამეტარებინეს უბრალოდ დარტყმები ისიჯდებოდა ახლა აქ ჩემს მაგივრად და ისაუბრებდა მის გამარჯვებას. საბედნიეროდ შენ ხარ.
ღმერთის წყალობით. რამდენიმე გრეპლინგ მიმაცვლაც ვიხილეთ, თითქოს რეფლექსის დონეზე იყო შენგან რაღაცა რეაქციები, თუნდაც კლინჩში და რაღაცებში. სწორი იქნებოდა იმის რაღაცა ვარაუდით ჩვენი მხრიდან, რომ დიდი უპირატესობა იგრძენი გრეპლინგში. მე სიმართლე თუ გაინტერესებთ, ჩემი მიზანი არ იყო რომ მეჭიდავა მასთან. ვიმუშავეთ მაგაზე, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ტოპური ბიჭი უდები ვარცო. შემდეგ ბრძოლაზეც მინდა გითხრა, რამდენად გრძნობ, რომ მზად ხარ იმისთვის, რომ თუნდაც ტოპ 15-ში ვინმეც ეჩხუბა. გულწრფელად რო გიპასუხო, მე თავს მზად გრძნობ იმისთვის, რომ ეხლაც შევიდე და ნებისმიერს ვეჩხუბო, მთელი ჩემი თავმდაბლობით გეუბნები, მაგრამ ეს უკვე უფლისნება არის, ეს უკვე UFC-ს გადაწყვეტილება არის და ვნახოთ რა იქნება, მაგრამ მზად მე ყველაფრისთვის ვარ, როდესაც ღმერთი ჩემთან არის, ვინ ჩემს წინააღმდეგ. ბატონო და ბოლოსაც დაგისვენო თუ შეიძლება. რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგალითად ცოტა დაბნეულობა არის მაყურებლებში, ხო, როდესაც შენ ჩხუბობ და როდესაც ილია ჩხუბობს, მგონი კარგად არესმით, რამდენად დიდ როლს თამაშობთ ერთმანეთისთვის, თუნდაც მომზადების პროცესში და უბრალოდ რო დავაზუსტოთ, ანუ სწორი იქნება ჩვენი მხრიდან იმის ჩათვლა, რომ მაგალითად როდესაც შენი ბრძოლა არის ილიას ბრძოლის რაღაც გამოცხადებაც არ ველოდებით, ანუ რიგრიგობით რო იჩხუბებთ, ხო? ხო სწორი იქნებოდა. ჯერჯერობით სწორი იქნებოდა. აქამდე სხვადასხვა გქონია შემოთავაზებები, მაგრამ უარი გიქონს. სხვადასხვა ეხლა ილია რო ჩარლზ ოლივეირასთან ჩხუბობდა, ერთი კვირით ადრე შემოთავაზეს ჩხუბი. ვარცდები ეს ბაქოში იყო და უარი ვთქვით. მადლობა კიდევ ერთხელ გილაცა. უღრმესი მადლობა თქვენ. აიხარ. გილოცავთ გამარჯვებას. როდესაც უმარ ნურმაგომედოვმა დაამარცხა ბეგზატი, მან კონტენდერების ბრძოლა მიიღო. თქვენ წელით რომ მსგავს შემოგთავაზებენ. სიმართლე გითხრათ, არ ველოდები ამას, რადგან ვფიქრობ, რომ მანამდე უმარ ნურმაგომედოვს ჩემზე მეტი მოგება ჰქონდა UFC-ში. ის უფრო დიდხანს იყო. ასე რომ არ ვიცი რა მოხდება. მას თავისი გზა აქვს, მე ჩემი. ეს ღმერთზეა დამოკიდებული. სხვა არავისზე. თუ საუბრობთ UFC-ს ყველაზე მოცალოდნელ ბრძოლებზე, რომელთა ხილვაც ხალხს ყველაზე მეტად სურს, დიდი ალბათობით ეს არის ბრძოლა თქვენი ძმის, ილიასა და ისლამს შორის. თქვენს დაინტერესდებოდ, რომ ამავე ქალზე ყოფილიყავით წარმოდგენილი, პოტენციურად main event-ზე ვინმე წინააღმდეგ, როგორიც მაგალითად უმარ ნურმაგომედოვი. Would you be interested in also being featured on that card, potentially to be a co-main event against somebody like an Umar? სიმართლე გითხრა, საქმე ისაა, რომ ახლა იგივე კითხვა დამისვეს. ვიხილავთ თუ არა ჩვენ ერთ კაცზე? და პასუხი არა, რადგან ჩვენი გზა ცოტა განსხვავებულია. ჩვენ ყველაფერს ცოტათი განსხვავებულად ვაწყობთ, მაგრამ ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ქალებზე. Меня уже спросили этот вопрос по-грузински, но я уже ответил, что нет, скорее всего нет, поскольку мы планируем все определенным способом. У нас разные пути, поэтому драться на одном и том же карде, скорее всего, вы этого не увидите. ამბობენ, რომ ბეგზადი თქვენს დივიზიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სტრაიკერია. ამით არის ცნობილი ყაზახეთში. იგრძენით მისი ძალა და დარტყმები ბრძოლაში. Begzad is called one of the hardest punchers in your division. That's what he's known in Kazakhstan. Did you feel his power? Did you feel his punch in the fight at all? დიახ, ვიგრძენი, ვიცოდი რომ ის კარგი სტრაიკერია. მას მძიმე ხელები აქვს, მაგრამ დიახ, მადლობა ღმერთს. დღეს ვერ იპოვა ის დარტყმა. ან იქნებ მე კარგად დავიცავი თავი. მაგრამ ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია მასზე არის ის, რომ ის ნამდვილი მეომარია. Да, я почувствовал этот удар. Я знаю, что он очень сильный. Мы знали, что он очень сильный ударник. Но, слава богу, сегодня, может быть, Илья хорошо защищался, или, может быть, он не нашел этот удар. Но я это знаю. Я знаю, что он очень хороший. Я знаю, что он настоящий воин из Казахстана. ალექსანდრე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბეგზატი თქვენთვის აქამდე ყველაზე რთული მეტოქე იყო? დიახ, რა თქმა უნდა, ეს ასეა. და ბოლოს შეკითხვა ჩემგან, თავს კომფორტულად გრძნობთ სუპერმსუბუქ დივიზიონში? იმიტომ რომ ძალიან დიდად გამოიყურებით ამ დივიზიონისთვის. დიახ, თავს კომფორტულად ვგრძნობ. წონისკლება ცოტა რთულია, მაგრამ მადლობა ღმერთს,
ყველაფერი კარგად მიდის. Thanks God I feel comfortable. ასე რომ თქვენ დარჩებით ამ დივიზიონში, არა? დიახ, ამ დივიზიონში დავრჩები. და შემდეგ ვნახოთ, რას მეტყვის ჩემი სხეული. ამის მიხედვით გადავწყვეტ ყველაფერს. In this division, yeah. Thank you. ბეგზატის გუნდში ვიყავი და მინდოდა მცოდნოდა რა იყო თქვენი გეგმა კონკრეტულად. რადგან ის სულ უკან ეხევდა, სულ გალიაზე იყო მიყრდნობილი და თქვენი დარტყმები ხდებოდა. განსაკუთრებით მესამე რაუნდში, სადაც თქვენ გიჟურად გამოიყურებოდით, რამაც როგორც ჩანს, ის გატეხა. მაშ რა იყო თქვენი гегма? Особенно в третьем раунде ты прям правым кроссом хорошо его болтанул, возможно, это был нокдаун хороший. И какой у тебя был вообще геймплан? Был нокдаун, не знаю. Я думаю, то, что был нокдаун. Да? Я думаю, что нет, да? Translate Он it упал? for the press. So I was on the team of Begzat, and I wanted to know what was your game plan specifically, because it seemed as though he kept on going back, he kept on being against the cage, and when he was against the cage, your shots landed on him, especially maybe in the third round. There was a crazy cross from you that seemed like it knocked him down. So what was your game plan? ჩემი გეგმა ბრძოლის მოგება იყო. ეს არის ჩემი მთავარი გეგმა. მე ვარ შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი და ეს სპორტი ძალიან რთულია, რადგან ზოგჯერ ბევრი გეგმა გაქვთ. ძალიან ლამაზი გეგმები, მაგრამ შემდეგ ერთ დარტყმას იღებთ და ვაუ, ყველაფერი იცვლება. It's very tough, you know. ასე რომ სულ იმას ვამბობ, რომ ყველა სცენარისთვის მზად ვარ. You know, very beautiful plans, but you go. ღვთისნებით, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, რადგან ბეგზატისნაირი ბიჭებს შეუძლიათ ერთ დღეს მოვიდნენ და გრეპლინგი შემოგთავაზონ. Prepared for everything. და მეორე დღეს უბრალოდ სტრაიკინგში უნდათ ჩხუბი. ასე რომ ამ სპორტში ყველაფრისთვის მზად უნდა იყო და მადლობა ღმერთს ვფიქრობ, რომ დღეს ყველაფრისთვის მზად ვიყავი, რადგან ბეგზატი მრავალმხრივი მებრძოლია. They just want to fight you in striking. So in this game, you must be prepared for everything. And thanks God today, I think I was prepared for everything because Begzat brings everything. It's very მიზეზი რის გამოც გკითხეთ, ის არის, რომ გუნდს ჰგონია თითქოს პირველ რაუნდში თქვენ ნებაცრთავდით ლიდერი ყოფილიყო. თითქოს პირველ რაუნდს უთმობდით. შესაძლოა უბრალოდ ცდილობდით მის შესწავლას, მაგრამ როგორც კი რითმი იპოვეთ, დისტანცია იპოვეთ, თქვენ ხელში აიღეთ სადავეები და განსაკუთრებით ეს მეორე და მესამე რაუნდში მოხდა. Kind of letting him take the lead. You were kind of giving him the first round, maybe just trying to feel him out. But then once you found your rhythm, once you found your distance, you basically started taking over. And especially the second and third round, you basically took the game to your hands. in my opinion. ჩემი აზრითაც ბრძოლა მე მოვიგე, მაგრამ ვფიქრობ, რომ პირველი რაუნდიც. I think I take იმიტომ რომ ეს არის ის ოქტაგონში გინდ ვგრძნობ. inside the cage. ბრძოლა სახლიდან უნდა უყურო, რადგან ჩვენ ორივემ გავწყვლით დარტყმები. ის დარტყმებს ასრულებდა, მე კი წნეხს ვანხორციელებდი, არა კომბინაციებით, არამედ ერთი ხელით. და დიახ, დაზიანებას მნიშვნელოვანია ამ ბრძოლაში. პირველ რაუნდში კარგი იყო, კარგად იბრძოდა, სივრცეს ეძებდა. ვფიქრობ, რომ ეს რაუნდი მე მოვიგე, მაგრამ დაუშვათ, რომ პირველი რაუნდი წავაგე. მეორე და მესამე რაუნდში მე უბრალოდ ვიცოდი, რომ ჩემი ტექნიკა ადგილზე იყო, ჩემი რეაქცია. მე ვაკონტროლებდი ბრძოლას. ეს არის ის, რასაც ვგრძნობ. ამ ბრძოლას თავიდან უნდა უყურო. მაგრამ ის დიდი მეომარია, რა თქმა უნდა, მადლობა ღმერთს, ვფიქრობ, ძალიან კარგად შევასრულეთ ჩემი საქმე, რომ შემენაჩუნებინა წნეხი და არ მიმეცა მისთვის მუშაობის საშუალება. იმიტომ რომ როგორც თქვი, ბეგზატი არის ბიჭი, რომელსაც უნებას მისცემ იმუშაოს, ის გაგანადგურებს. ის ახალგაზრდაა. ის არ არის იგივე ბიჭი, რომელიც წინა ბრძოლაში იყო, ან 2-3 ბრძოლით ადრე. ყოველ ბრძოლაში უმჯობესდება. ამ ბრძოლის შემდეგ ის უფრო საშიში გახდება და ვგრძნობ, რომ დივიზიონს დიდ პრობლემებს შეუქმნის.